ვილნიუსში საქართველოს ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება დასრულდა. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1125 გვერდიან დოკუმენტს ხელი დაგეგმილი 3 საათის ნაცვლად 2 საათში მოაწერეს. ფორმალური პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალგარიანმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძესთან ერთად განახორციელა. პარაფირება ნიშნავს იურიდიულ დამოწმებას. ხელშეკრულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მის ხელმოწერამდე არის გასაიდუმლოებული და როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, დოკუმენტის გასაჯაროვება სავარაუდოდ მომავალი წლის სექტემბრის თვეში იქნება შესაძლებელი, როდესაც ოფიციალური თბილისის ვარაუდით დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მთელ გუნდს, ვინც მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებებში. როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ტექნიკური პარაფირება, რომლის ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება, რაც აძლევს საშუალებას ჩვენს ქვეყანას ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროკავშირის ბაზარს, შიდა ბაზარს, მოხდეს ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი.